დონალდ ტრამპის გუნდში მოულოდნელად გააცნობიერეს და განაცხადეს, რომ ისინი რუსეთის პროპაგანდის გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ უკრაინის შესახებ და აღარ სჯერათ, რომ უკრაინაში მართლაც არიან რაიმე ნაცისტები. მართლმადიდებელი ეკლესიის, რუსული ენის და სხვა მსგავსი საკითხების აკრძალა. ამიტომ საჭიროა ყველა ძალის მიმართვა უკრაინის მხარდასაჭერად. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული ბლოგერი და მაგა მოძრაობის მხარდამჭერი ლორა ლუმერი. უბრალოდ მილიონიანი აუდიტორიის მქონე, რომელიც რეგულარულად ჩნდება თეთრ სახლში და პირადად ესაუბრება ტრამპს. მოულოდნელად შეცვალა თავისი პოზიცია უკრაინისა და რუსეთის მიმართ. განაცხადა, რომ მრავალი წლის განმავლობაში რუსეთის პროპაგანდის მსხვერპლი იყო. იმის გასაგებად, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს უკრაინისთვის, ლორა ლუმერი არამხოლოდ პრორუსულია. ის უბრალოდ კი არ აცხადებდა, რომ ვლადიმერ პუტინი ტრადიციული ღირებულებებისა და ქრისტიანების დამცველია, უკრაინელები კი ნაცისტები არიან. ის უბრალოდ კი არ წერდა სვეტს Russia Today-ზე, არა, ის იმდენად გავლენიანია, რომ ამბობენ. ზუსტად მისი მითითებით, დონალდ ტრამპმა ერთხელ გაათავისუფლა მთელი გენერალი ჯეფრი კრუზი, გაერთიანებული სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი. ასევე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი, თუ გახსოვთ ასეთი, და კიდევ უცნობია, მხოლოდ რამდენიმე ამერიკელი ჩინოვნიკი. ლორა ესეა? გამარჯობა ლორა. ვა, შენ რაღაც განსაკუთრებული ხარ. რა შემართება გაქვს? ლორა ლუმერ. მადლობა ჯერფასო რომ აქ ხარ. ვაფასებ ამას. ეხლა ეს ლორა ლუმერი ამბობს, რომ რუსები თავხედურად ატყუებდნენ ტრამპის ადმინისტრაციას. და ისინი რუსულ პროპაგანდაზე წამოეგნენ, ამიტომ დროა გავიღვიძოთ. მე მქვია ალექსეი პიჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს საქმე. ეს ძალიან საინტერესო საქმეა. მაგრამ მანამდე გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. მე დიდი ხანია უკრაინის წინააღმდეგი ვიყავი და ვაუ, ჩვენ რუსულ პროპაგანდაზე წამოვეგეთ. მეც წამოვეგე რუსულ პროპაგანდაზე. ასე რომ უკრაინამ დონალდ ტრამპის გარემოცვაში სრულიად მოულოდნელი მოკავშირე მიიღო. ლორა ლუმერი. და ეს აბსოლუტურად გასაოცარი გაუმხიზლებაა ტრამპის გარემოცვაში. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული ბლოგერი და მაგას მოძრაობის მხარდამჭერი. ლორა ლუმერი, რომელიც რეგულარულად ჩნდება თეთრ სახლში, რომელიც პირადად ეკონტაქტება დონალდ ტრამპს და მის მაღალჩინოსნებს, მკვეთრად შეიცვალა თავისი პოზიცია უკრაინის მიმართ. და ამბობს, რომ ბლინ, მრავალი წლის განმავლობაში მე ვექვემდებარებოდი ამ თავხედურ რუსულ პროპაგანდას. გუშინ მას გამოუვიდა პოდკასტი, სადაც მან პირდაპირ განაცხადა, რომ ბევრი ამერიკელი მათ შორის ამბობს, დონალდ ტრამპი, ციტატა, გაიკეთა ვარდისფერი სათვალე და დაიწყო რუსეთისადმი ზედმეტი სიმპათიით დამოკიდებულება. ჰოლჯერზე, როცა ვინმე ახსენებდა რუსულ დანაშაულებს, ბევრი ამერიკელი ამას თვლიდა მცდელობად, რომ გაევრცელებინათ ტყუილი ტრამპისა და კონსერვატიული მოძრაობის წინააღმდეგ, ამბობს ლორა. ანუ თითქოს. რუსულმა პროპაგანდამ მისი თქმით იმდენად დაამუშავა ამერიკელების გონება, რომ მაშინაც კი როცა იყო აშკარა და თვალსაჩინო მტკიცებულებები რუსეთის დანაშაულების უკრაინაში და თვით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი ტრამპის მხარდამჭერები მაინც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, რომ ყველაფერი ასე ერთმნიშვნელოვნად არ არის, რომ ეს დემოკრატების ხრიკებია, რათა შეელახათ მათი საყვარელი პრეზიდენტი ტრამპი. ეხლა კი მოგიყვანთ უბრალოდ გასაოცარ ციტატას ლორა ლუმერისგან. შემდეგ კი აგიხსნით, რატომ არის ასე მნიშვნელოვანი და ფასეული, რომ ის უკრაინის მხარეს დგას. ლორა ლუმერის სიტყვები ნამდვილი აფეთქება გახდა მაგას მოძრაობის შიგნით, რამაც შეიძლება ისინი უკრაინისკენ მიმართოს. რადგან შეგახსენებთ, მაგას მოძრაობის უმრავლესობა უბრალოდ ძლებამდე პრორუსულია, სჯერა ყველა ამ შეთქმულების თეორიის და იმ ყველა სისულელის, რასაც რუსეთი უკრაინაზე ავრცელებს. ლორა ლუმერი ძალიან გავლენიანი მაგა ბლოგერი და აქტივისტია. რამდენად გავლენიანია? ამობენ, რომ მისი მითითებით ტრამპმა ერთხელ გენერალი ჯეფრი კრუზი გაათავისუფლა. ეს არის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი. რა თქმა უნდა, ლორა ლუმერი პრორუსულია, როგორც მაგა მოძრაობის უმეტესობა, მაგალითად თაკერ კარლსონი, ისიც ამ ჯგუფიდანაა. ლორა ლუმერი ასევე თვლიდა ვლადიმერ პუტინს, როგორც თავად ამბობდა, ტრადიციული ღირებულებებისა და ქრისტიანების დამცველად. და მანაც კი ჰქონდა სვეტი რუსულ პროპაგანდისტულ გამოცემაში Russia Today. უფრო მეტიც, როდესაც ის წერდა რუსულ გამოცემაში Russia Today და ირებდა რუსებისგან ფულს, მტკიცედ სჯეროდა, რომ ამ გზით რუსეთი აძლევდა მას სიტყვის თავისუფლებას, რასაც ამერიკა დემოკრატების დროს არ აძლევდა. და აი ლორა ლუმერი საბოლოოდ სურდა გაემყარებინა თავისი პროპაგანდა რუსეთზე და უკრაინაზე.
და გაგზავნა თავისი კორესპონდენტი ენდრიუ მური სად? უკრაინაში, კერძოდ ოდესასა და კიევში. მოკლედ თითქოს ნება მივცეთ, რომ მან რეალურად ისიც აჩვენოს ნაცისტები უკრაინის ქალაქების ქუჩებში, რომლებიც კრძალავენ ქრისტიანობას, კლავენ მღვდლებს, კრძალავენ რუსულ ენას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ იდეა ესო. ლორამ აღიარა, რომ ძალიან ეჭობდა ღირს თუ არა თავისი კორესპონდენტის უკრაინაში გაგზავნა, რადგან ეშინოდა, რომ მისი ანტიუკრაინული პოზიციის გამო კრიტიკა დაატყდებოდა თავს. თითქოს უკრაინაში ეს იციან, აქ ჩამოვა ჩემი კორესპონდენტი და მოკლედ ცუდი იქნება. მაგრამ მაინც გადათქვიტა ესეთი ნაბიჯის გადადგმა. თაი როცა მისი კორესპონდენტი უკრაინიდან უამრავი მასალით დაბრუნდა, მან ისინი ნახახა და რბილად რო თქვათ, შოკში ჩავარდა. შემდეგ კი მოიყვან ლორა ლუმერის სიტყვასიტყვის ციტატას, რათა თქვენთვიჯონ გაიგოთ, რა სიღრმისაა ეს გამონათება. ეხლა როცა ვხედავ, რომ ამბობენ, თითქოს უნდა დენაციფიცირდეს უკრაინა და უნდა გავაგზავნოთ ჩვენი სასტიკი ომი უკრაინასთან. ეხლა როცა ვხედავ, როგორ ამბობენ რუსები რაღაცებს, მაგალითად, უნდა დენაციფიცირდეს უკრაინა, ან უნდა გავაგრძელოთ ჩვენი სასტიკი ომი უკრაინის წინააღმდეგ. იმ დროც, როცა ისინი თავს ასახებენ თითქოს მართლმადიდებელ ქრისტიანულ ქვეყნად, ამავე დროს კლავენ 100,000 ახალგაზრდა ქრისტიანს უკრაინაში. თანაც მხარს უჭერენ ნამდვილ ნეონაცისტებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მათ პოდკასტებიდან ვიდეოებს ამზადებენ. მე ვზივარ და ვფიქრობ, ვაუ, ჩვენ ავყევით ამ თელ რუსულ პროპაგანდას. მეც ავყევი რუსულ პროპაგანდას. ასე რომ, როდესაც Lumer Unleashed მიეცა შესაძლებლობა გაეგზავნა კორესპონდენტი უკრაინაში, რომ ის ყოფილიყო ფრონტის ხაზზე, შეხვედროდა უკრაინელ ოფიციალურ პირებს. იქ ბევრი ამერიკელი სენატორი იყო. ოდესის უსაფრთხოების კონფერენციაზე ენდრიუ მურმა მკითხა, დაუჭერდი თუ არა მხარს კორესპონდენტის უკრაინაში გაგზავნას. მე ცოტა ხანს დავფიქრდი ამაზე. მე ვეჭობდი ღირს თუ არა ამის გაკეთება, რადგან ვფიქრობდი, რას იფიქრებენ ადამიანები ჩემზე. მე ასე დიდ ხანს ვიხავი ანტიუკრაინულად განწყობილი. ვიმეორებდი ყველა ამ თეზის. ვფიქრობდი, რომ რაღაც სწორად ვამბობდი. მეც კი ვაცნობიერებდი, რამდენად ემოციურად მანიპულირებდა ჩემით ონლაინ პროპაგანდა. როგორც კონსერვატორით, ტრამპის მხარდამჭერით, ან უბრალოდ ამერიკის მოქალაქედ. ასე რომ, ცოტა შემსთხვა კიდეც ბოლომდე გულწრფელი რო ვიყო, კორესპონდენტის საზღვარგარეთ გაგზავნა. იმიტომ რომ ფიქრობდი, ხალხი დამესხმეღოდა თავს. იტყოდნენ, რომ ორ პირი ვარ. მადლიერები არ იქნებოდნენ და არ მომცემდნენ შესაძლებლობას. აზრი შემეცვალა. საბოლოოდ ლუმერმა მართლაც შეიცვალა თავისი აზრი და განაცხადა, რომ რუსები უბრალოდ მანიპულირებენ ამერიკელებით და უკრაინაში ომზე თხუილს ამბობენ. და აი შემდეგ. ლუმერმა თავის პოდკასტში, რომელსაც ფათაშორის ყოველდღიურად დაახლოებით მილიონი ამერიკელი უსმენს, მან ისაურა იმაზე თუ როგორ კლავს რუსეთი მშვიდობიან უკრაინელებს რაკეტებითა და დრონებით, როგორ ითხოვება უკრაინელ ნაცისტებზე, როგორ უტევს მასიურად სკოლებს, საავადმყოფოებს, საცხოვრებელ სახლებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კონტექსტისთვის უბრალოდ გასაგებად, ლუმერი დონალდ ტრამპთან ერთ-ერთი ყველაზე დაახლოებული ბლოგერია. ის პირდაპირ ესაუბრება აშშ-ის პრეზიდენტს. ის ჩნდება ოვალურ კაბინეტში და შეუძლია დონალდ ტრამპს რჩევებიც კი მისცეს კადრების საკითხებში. ზემოხსენებული გენერალ ჯეფრი კრუზის გარდა, სწორედ ლორა ლუმერმა ხელი შეუწყო ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მაიკ უოლცის და კიდევ რამდენიმე ადმინისტრაციის ჩინოვნიკის გათავისუფლებას. ტრამპი უბრალოდ უსმენს მას, როგორც სანდო ინფორმაციის წყაროს. აქ ორი ფაქტორი დაემთხვა. ლუმერის პოზიციის შეცვლაზე გავლენა შეიძლება მოახდინა ბლოგერისა და ასევე პოლიტიკური აქტივისტის კენდეს ოუენსის სანქტ-პეტერბურგში ვიზიტ ამ ეკონომიკურ ფორუმზე, რის შემდეგაც მან, როგორც თავად ამბობდა, რუსეთის ფედერაციის სიდიადე შეაქო. და მეორე მხრივ, მისი პირადი რედაქტორის პარალელური მოგზაურობა კიევში და ოდესაში. ზუსტად იმ დროს, როცა რუსეთის მხრიდან ყველაზე მასიური დაბომბები მიმდინარეობდა. იზიდე ხარ რთულია ზუსტად თქვათ ლორა ლუმერის აზრის შეცვლა დროებითია თუ ეს მისი ევოლუციის და იმის გაცნობიერების დასაწყისია. თუ სინამდვილეში რა არის რუსეთი? ეს უბრალოდ შვიდწუთიანი გამონათებაა, თუ ლორა ლუმერი ახლა როგორც ამბობენ, დაიწყებს მაგას მოძრაობის შიგნიდან ტრანსფორმაციას და მას უფრო პრო-უკრაინულს გახდის. როგორც არ უნდა დაატრიალო, ის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფიგურაა ამერიკის შეერთებული შტატების კონსერვატიულ სამყაროში. მაგრამ მას უსმენს. კიდევ ერთხელ მას საკმაოდ დიდი აუდიტორია ჰყავს. და ასეთი მისი აღიარება რუსეთის პროპაგანდის შესახებ უკვე ბევრს შეიძლება აიძულოს, რომ
მაინც დაფიქრდნენ. ასე რომ თუნდაც სიტუაციურად, მაგრამ ლორა ლუმერი მოულოდნელი და სასარგებლო მოკავშირე გახდა უკრაინისთვის. სულ მცირე გარკვეული დროით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინისთვის. ის გახდა ჩვენი მოკავშირე, თუნდაც დროებით. სწორედ იმ პერიოდში, როდესაც დონალდ ტრამპის აზრი, როგორც ჩანს, ოდნავ შეიცვალა რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ. ამაზე მაქვს წინა გამოშვება, ამიტომ გადადით არხზე, გამოიწერეთ, დაალაიქეთ და გთხოვთ კომენტარები დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. აი თქვენი აზრი, თქვენი დასკვნები ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. ამისთვის მადლიერი ვიქნები, იქაც შეგვიძლია ვისაუბროთ. თუ გსურთ ამ არხის მუშაობის მხარდაჭერა, უკვე იცით რა უნდა გააკეთოთ. ბმულები და რეკვიზიტები, თუ როგორ დატოვოთ დონატი, მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ამით დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობიანად.